შემდეგი ამოცანა a + b უნდა ვიპოვოთ თუ კი a წერტილის კოორდინატები არის a და b, b წერტილის კოორდინატები არის 1 და 3. სიმეტრიულია ეს წერტილები ერთმანეთის y უდრის 2x კვადრატს - 3x და + c პარაბოლის სიმეტრიის ღერძის მიმართ. აქ როგორც მგონი ერთ-ერთი ამოცანა იყო წლევანდელ ტესტში, რომელიც პარაბოლა სიმეტრიის ღერძზე სვამდა კითხვას. პარაბოლა სიმეტრიის ღერძი არის -b შეფარდებული 200-თან. მოგჭა, აი ეს არის საკვანძო რამ -b შეფარდებული 200-თან. თუ კი დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ c კოეფიციენტი აქ არ მონაწილეობს და ამიტომაც ის დაფარულია. შეეძლო ავტორებს განესაზღვროთ, მაგრამ არსებითად ეს არაფერს არ ცვლის, თუ რამდენი იქნება რა რიცხვით მნიშვნელობას მიიღებდა c. პასუხი აქ არის 3 შეფარდებული 4-თან. ანუ 3/4 არის სიმეტრიის ღერძი, თუ წარმოვიდგენთ რაღაცა ესეთ x, y კოორდინატებს. აქ არის მოცენტრი. აქ არის დაახლოებით 3/4, რომელიც წარმოადგენს სიმეტრიის ღერძს. სიმეტრიის ღერძს ეს პარაბოლა მოძრაობს, ეს გავაკეთე. ესეთი დაახლოებით. ცუდი პარაბოლა შეიძლება გამოვიდეს, მაგრამ ეს არის 3/4-ის x უდრის 3/4-ზე გამავალი სიმეტრიის ღერძის მქონე პარაბოლა და გვეკითხება, როცა b1 და 3 ტოლია, სადღაც აი დიდი ალბათობით ეს აქ არის. აი აქ. იმიტომ რომ 3/4-ზე მეტია. აი ეს არის a წერტილი. b წერტილი ვსწორებთ. b წერტილი, რომელიც უდრის 1 და 3-ს კოორდინატებით. ერთი და 3 არის b წერტილი. და თუ დავუკვირდებით, უნდა შევნიშნოთ, რომ a წერტილის y კოორდინატი, ანუ b, აი ეს უდრის და იგივეა რაც 3. იმიტომ რომ უნდა იყოს დაცული სიმეტრიულობა. ანუ არ შეიძლება აქ იყოს b წერტილი და სიმეტრიის ღერძის მიმართ b-მ შეიცვალოს ორდინატი. ეს გამორიცხულია, მაშინ დაემხობა სიმეტრიულობის პრინციპი. გასარკვევი არის a კოეფიციენტი და უნდა ვიცოდეთ, რომ a კოეფიციენტი იმ მანძილით უნდა იყოს დაშორებული სიმეტრიის ღერძიდან, ეს 1, როგორც a ეს კოეფიციენტი. რადგან ვიცით, რომ მოდული აი აქ არის ნახეთ, 3/4-დან 1-მდე არის 0.25, შესაბამისად უნდა წავანაცვლოთ 0.25-ით მარცხნივ, ანუ გამოვა 0.5. იქნება 0.5. და საბოლოო ჯამში 3-ს დამატებული 0.5 არის 3/5 და ეს მოცემული არის D პასუხში 7/2. პასუხი არის D.